მანდელი აქციის მნიშვნელობა თქვენთვის და რამდენად სწორია ამ ფორმით ხალხმა დააფიქსიროს აზრი. ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობა რომ დასვით ეს კითხვა, ყველას მივესალმები და ეხა სახში ჯდომის დრო ნამდვილად არ არის. აი ეხლა მართლა აქ უნდა ვიყოთ ყველანი, ნუ აქ თუ არა რუსთაველზე, იმიტომ რომ დღეს ჩვენ უნდა ვანახოთ ამერიკას, რომ საქართველოს ხალხი მხარს უჭერს მეგობარ აქტს და ეს არის უდიდესი აქტი, რომელმაც უნდა გადაარჩინოს საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენ უკვე სხვა გამოსავალი არ აგვაქვს და ეს ცოტა ადრეც უნდა მივხვედრილიყავით ამას, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და აი ძალიან არ მომწოდა, როდესაც იყო ტრამპის საწინააღმდეგო გამოსვლები და ნუ ლანძღვა ასე შემდეგაც, თუნდაც ოპოზიციის მიერ ყველანი ვინც ტრამპს ლანძღავდა ამ ხის განმავლობაში მე მიმაჩნია მტრად. აი ამას პირდაპირ ვაცხადებ. ჩვენ ვართ დღეს ამერიკის ძალიან სერიოზული სტრატეგიული პარტნიორები ყოველთვის ვიყავით და ეს უნდა გაგრძელდეს. ეს უნდა გაგრძელდეს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამერიკას, რომ ჩვენ გვინდა ამერიკის ხარდაჭერა. ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, რომ მათ დაგვეხმარონ ჩვენ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ დღეს ამას ვაკეთებთ და ეს უნდა გაგრძელდეს. აი შეთქავთ, საკმაოდ აქტიურია რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ამ შემთხვევაში, თუმცა დემოკრატები არც ერთი პარტია ვინ რას აკეთებს, ვინ რას აბა მე ვარ, მე ჩემი პარტია. ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკელ რესპუბლიკელებს დიახ. აი რამდენად ქართულ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ვისი სად არის არავინ არ იცის რა. აი რამდენად აკვირდებიან თქვენი აზრით ისინი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესს. ისიც რა არის, ახლა თვითონ ამერიკაში ურთულესი და უდიდესი ცვლილებები მიდის, შეიძლება იყოს რაღაცა სერიოზული გადაფასება მიდის და აი ამ დროს რომ ჯო ვილსონი, ჩვენი უსაყვარლესი კონგრესმენი, რესპუბლიკელი რო იცის ჩვენთვის და აი ამ აქტს კიდევ უფრო მეტად ასე ვთქვათ აძლიერებს რომ დროზე განიხილონ, ეს უკვე იმის ნიშანია რომ ამერიკას ჩვენ ვჭირდებით. ჩვენ არ ვიცით რა წერილი გამოუგზავნეს საქართველოს ელჩ საგარეო საქმე და ელჩ რა ეწერა მან, მაგრამ მე გრძნობ და მე ვიცი და მე დარწმუნებული ვარ და ამას უკვე კარგა ხანია ვამბობ, რომ ჩვენი მეგობრობა ამერიკასთან გადაგვარჩენს.